სანამ მოვიდოდა იბერიამდე საკმაოდ კარგად ჩაატარა აღნიშნული დაპირისპირებები, კარგ ფორმაშია, აი აქედან გამომდინარე. გუნდი აქვს შეცდომა და იბერიას აქვს შანსი, რომ პირველი შეტევა სათავისო დაასრულოს და გავიდა გოლი 1-0. 1-0 ბედოშვილი გატანელი გოლის ავტორი და იბერია 1999 ახერხებს მეხუთე წუთზე წინ გასვლას. პირველი წუთები ისევ ძალიან ეფექტური გამოსდის, თვითონ როგორც საჭიროა და საბოლოო გადაწყვეტილებასაც გავიგებთ. თამაშგარე მდგომარეობა, ხო, იგრძნობოდა, იკითხებოდა, რომ იქ თლაც ისე ვერ იყო საქმე, როგორც ჭირდებოდა დამაჯერებლად გამბურთის ჩათვლას განაღდებას, მაგრამ არა უშავს. თავარია მაგრამ აინც ღირებული გამწვავება. აქ ეპიზოდი ამასობაში სლოვაკებს სწორედ იერანგის მიმართულებით კეთდება ისევ გადაცემა. ზუსტი პასი კომბინაციაც მაკარიძე. გიორგი მაკარიძე. მან აღკვეთა საბოლოოდ ის ხიფათი, რომელიც შექმნეს სლოვაკებმა. თვალი ამ სტანდარტს და ბალი გადაცემა. შორეული და საქმე უნდა გააგრძელდეს, თუმცა გააჩერებინებს თავარი არბიტრი. ცირა იმ კონტაქტის მერეც ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში მივიდა იბერიას ფეხბურთელს ბურთი. ხურის სტუმრებს ლევანდოს შეხვედრაში იბრაჰიმია ურთა. წოდება საჯარიმოში აქეთ სივრცე იყო დარჩენილი გამოჩნდა ეს თავიდანვე და ისარგებლეს აი ამ სივრცით სლოვაკებმა. 0-1 ტაბლოზე ეს ანგარიში გვაქვს, ყვითელი ბარათი მაკარიძეს, იმედი ვიქონიოთ რომ ეპიზოდი გადაიხადოს. ხო, აპროტესტებდა გიორგი მაკარიძე, ითხოვდა დაეფიქსირებინა სლოვენის ფეხბურთელები, მარჯვნიდან გაგრძელდება მათი შეტევა. ყურადღებით მოქმედება საჭირო დარტყმა და აკრობატულ ნახტომში სლოვენის მე-14 ნომერი ზრდის უპირატესობა ძალიან მშვიდად ხვდება ამ ყველაფერს იაია ტურე. იერანგი გაუტანა იბერია. ნახოთ ამ სტანდარტს რა მოხდება. ხო, სიხარულაშვილის იმედი უნდა გქონდეს. ასეთ ვითარებაში გაათამაშეს ამ შემთხვევაში ბურთი. ქართველებმა დარტყმა და აკაჩი ეულინება მხსნელად სლოვანს, ძალიან რთული ბურთი მოიგერია, წავიდა პირდაპირ კუთხისკენ, კიდევ ერთ ისევ ის კაპიტანი, კვლავ ანდრია ბარტიშვილს დაუბრუნა. ჯინჯოლავა მეძებს გაგრძელებას ბარტიშვილი, კარგი პასია ეს და დარტყმა გავიდა მაინც გოლი და 2-1 ერთამდე დავიდა. არსენალის და ლივერპულის სკაუტები აკვირდებოდნენ მას და თამაშგარე შემამდელ მატჩს აკვირდებიან, აქ გული უხდება. გოლი გაუქმდა, მეორე გოლი ქარდავა. შემდეგ ოლივეირა, კობულაძე, დაბალი გადაცემა და აქ არაფერი, საინტერესოა. ძალიან შეშინებულებმა მას გამკლავება მთელი შეხვედრის განმავლობაში. ეს კი მომენტი, როცა ხომ შეიძლებოდა დასწრებაზე თითქოს ქართველი ის გადამოწმება. გამოცდილმა სლოვანმა იაია ტურეს მეთაურობით მოახერხა იბერიას დამარცხება გასვლის შეხვედრაში. პირველი დაპირისპირება მოიგეს სლოვაკებმა.